სად დააკავეს პროევროპული აქციის მონაწილე ნიკოლოზ კაცია, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვის ბრალდებით 20 წლამდე უვადო პატიმრობა ემუქრება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე კაციას ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაკავების ადგილი სადაო გახადა. ამის მიზეზის ხდომაზე მოწმე პოლიციელის გიორგი როსოფიძის მიერ მიცემულ ჩვენებასა და მისი გამოკითხვის ოქმში მითითებული სხვადასხვა მისამართი გახდა. როსოფიძე ნიკა კაციას პირადი ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილეობდა. პროცესზე მან თქვა, რომ ბრალდებული ვართაგავას ქუჩაზე დააკავეს, მაშინ როცა ოქმში კაციას საცხოვრებელ მისამართად გლდანის მასივი მერვე მიკრორაიონი კორპუსი 12-ია მითითებული. ამ გარემოებას საქმეში არსებითი მნიშვნელობა აქვს. გამოკითხვის ოქმში უთითებს პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ კაცია ქალაქი თბილისი გლდანის მასივი მერვე მიკრორაიონი კორპუსი 12 ბინა 30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სამსახურებრივ ავტომანქანაში ჩემი და ჩემი თანამშრომლების კერძოდ ლაშა ხახელაურის და მირზა ჯაფარიძის მიერ დაკავებული იქნა ნარკოტიკების საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის. ხო თქვენი ხელმოწერაა? შეკითხვა არის, რატომ არის სხვაობა დღეს ამბობთ სიმართლეს თუ გამოკითხვის დროს თქვით? იმიტომ არსებითი არის ბატონო გიორგი ეს ფაქტობრივი გარემოება. შეიძლება ახლოც არის ეს ტერიტორიულად და რა ვიცი, ანუ ვერ ხსნით ხო რამ გამოიწვია ეს სხვაობა? ის გეუბნება პასუხობს. არ არის პასუხი, ვერ ხსნის, იმიტომ შეიძლება ახლოს არის, გავიგეთ რომ ბატონი გიორგი არის პოლიციელი დაკავებაში მონაწილე პირი, ერთ-ერთი დამკავებელი. დაკავების ადგილს უთითებს გამოკითხვის ოქმში იმ ადგილს, რასაც ნიკოლოზ კაცია დაკავების დრიდან უთითებდა. მოწმე მე ეს პასუხი. არ ჭირდება დახმარება ნამდვილად. უბრალოდ შეცდომაში ყავს. არ არის შეცდომა. აგებულად თქვენ უკამათ ერთმანეთში შეკითხვასთან დაკავშირებით მისმე პასუხს მოწმის. რატომ არის რამ განაპირობა ეს სხვაობა? მივხვდით ხომ შეკითხვას, რასაც გეკითხებათ? არა, მივხვდით, მაგრამ რა ვიცი, ახლოშია და შეიძლება მაგიტომ არ ვიცი. შემდეგი შეკითხვა ვიღაც შემდგომ შევაფასებ. კი ბატონო. მოწმე პოლიციელმა სასამართლოს ხდომაზე ასევე თქვა, რომ ნიკოლოზ კაციას პირადი ჩხრეკისას მაშინ როცა მას ჯიბიდან თეთრი ფხვნილი ამოუღეს, ვიდეო გადაღება არ მომხდარა. მისივე თქმით, ამის მიზეზი ჩხრეკის პროცესში კაციას წინააღმდეგობა იყო. ადვოკატმა იკითხა, თუ რა ზომები მიიღო პოლიციამ კაციას დაკავებამდე იმისთვის, რომ გადაღება განხორციელებულიყო. პროკურატურამ ამ კითხვის აცილება ითხოვა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. საბოლოოდ მოწმემ ისევ გაიმეორა, რომ ვიდეო გადაღება კაციას წინააღმდეგობის გამო ვერ მოახერხეს. ხდომაზე გაირკვა ისიც, რომ პროცესს არც ნეიტრალური პირი დასწრებია. როდესაც თქვენ დიდი დიღმიდან ორი კაცი, ორი პოლიციელი წახვედით საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად და სპეციფიკა ითვალისწინებს პირად ჩხრეკას. რა ზომები მიიღეთ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვიდეო გადაღება? პროტესტი მოსწავლე სამართლე უკვე განიმარტა, დაგეგმილი იყო რომ გადაღება ვიდეო გადაღება უბრალოდ ვერ მოხერხდა. კითხვა სხვაში და არსის არის, რა ზომები მიიღო? რას გულისხმობთ რა ზომები მიიღო? გადაღებასთან მიმართებაში რა ზომები მიიღეთ, რომ გადაგეყოთ? ამას გულისხმობთ ბატონო გზა და ამასთან დაკავშირებით გააქვთ პროტესტი? როდის? ქავტონინო შეკითხვაზე თუ პირდაპირ დაგეგმვით დროს? შეკითხვა და გასაპასუხი ნამდვილად რომ გეგმავდით ვიდეო გადაღებას უბრალოდ იქ განვითარებული მომენტების გამო ვერ გადავიდეთ. კი ბატონო და რა ზომები მიიღეთ, ამასთან დაკავშირებით იყო შეკითხვა? კი ბატონო. კაი. ამას გადავწყვეტ მაშინ აღნიშნული. ბატონო, ზოგადად უმეტყობა ხოლმე. ბატონო გზა, კარგი მისაღებია აღნიშნული, არ იქნეს კითხვა განრიდებული, უშუალოდ დაცვას აინტერესებთ ზომები რა იქნა თქვენი მხრიდან? არაფერი ვერ მოხერხდა უბრალოდ გადაღება. ამას გეკითხებათ, რატო ვერ მოხერხდა? ვერ მოხერხდა, რაც აუნიშნე, ხალხური ხალხობთან ვერ მოხერხდა. ვინაიდან ესეთი მდგომარეობა იყო, აგვიწია წინააღმდეგობა და ვეღარ მოახერხეთ გადაღება. ბატონო გიორგი, კითხვაზე პასუხი არ მიზავსებ და აოქმებს. თქვენ კითხვა სავარაუდოდ ვერ გაიგეთ. მე გეკითხებით. როდესაც ინფორმაცია მიიღეთ, იმ მომენტში თქვენ იცოდით, რომ საგამოძიებო მოქმედების პირადი ჩხრეკის ჩატარება მოგიწევთ. თქვენი გამოცდილებით ხომ იცით ეს? როდესაც თქვენ უკვე წახვეთ და ორნი იყავით დამკავებლები და უნდა შეხვედროდეთ მესამე გამოძიებელს მირზას. თქვენ ხომ ივარაუდეთ, რომ ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება მოგიწევდათ? აქედან გამომდინარე, თქვენ ხო ისიც ივარაუდეთ, რომ შესაძლებლობა იყო იმის, რომ წინააღმდეგობა გაეწია. აი ამისთვის ამ მომენტში, როდესაც თქვენ დიდი დიღმიდან ვართაგავას ქუჩამდე წახვედით, რა ზომები მოიმოქმედეთ თუ არა რამე, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო ვიდეო გადაღება? აღნიშნეთ წევანაც რომ ჩვენ რომ მივედი დაგეგმილი გქონდა რომ ერთს გადაიღო, ერთს გაეჭრა. ვინაიდან იქ შეიცვალა სიტუაცია, ვეღარ მოხერხდა აღნიშნული
საქმის გადაღება. დაგეგმილი იყო მითხარით, მაგრამ თქვენ ხო თქვით ახლა რომ ვარაუდობდით რომ შეიძლება წინააღმდეგობა გაეწია. მე იგი ყოველთვის ყველაფერს ვარაუდობ ადამიანებს ზოგადად. შესაბამისად არ მიიღეთ ზომები არანაირი. სასამართლოს ხდომის დაწყებამდე ნიკოლოზ კაცია სიტყვით გამოვიდა და იმ მანდატურებს მიმართა, რომლებიც მისივე თქმით დედამის ხელით შეეხნენ. ყოველ ეპოქაში და ყოველთვის ხალხზე ძალადობას ეხება არაკავშირება. როგორ სტუდენტებს, რომლებიც უსამართლო ქართულად და დაბალებით, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა და სიტყვით გადასახადა და გამართების თავისუფლებას გასაგებია. არ არის საქართველოში არ გახდება ეს ეპოქა, როცა თავისუფალი სიტყვა არაღიარებული პარლამენტის მიერ შეიძულება. ვერეფიქსებით ამასაც დაიმახსოვრა. ჟურნალისტი ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს პროკურატურა კაცია სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილს ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და დაკავებას მიმდინარე საპროტესტო აქციებში მის აქტიურ მონაწილეობას უკავშირებს.